ძვირფასო მასწავლებლებო, ამ ვიდეოში გაიგებთ, როგორ შევცვალოთ მშობლებთან კომუნიკაცია ქულაზე ორიენტირებული მიდგომიდან პროგრესზე ორიენტირებულად. მშობლებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ისინი შეფასებას. მხოლოდ ქულაზე ორიენტირებული კომუნიკაცია იწვევს შეფასების ვიწრო აღქმას. ეს ქმნის არარეალისტურ მოლოდინებს, ზრდის ბავშვის მიმართ წნეხს და აძლიერებს თანატოლებთან შედარებას. პროგრესზე ორიენტირებული კომუნიკაცია აჩვენებს განვითარების დინამიკას და ამცირებს სტრესს. ასეთი მიდგომა აძლიერებს მშობლის მხარდაჭერით ჩართულობას და ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციას. ქულა არ უნდა გაქრეს კომუნიკაციიდან, მაგრამ ის არ უნდა იყოს მთავარი. არასასურველი ფორმულირებაც, აიღო 9. აქვს დაბალი ქულა. სასურველია ვთქვათ, გააუმჯობესა წერითი უნარი. უფრო თავდაჯერებულად ასრულებს დავალებებს. ქულა შეიძლება დაემატოს ბოლოს, როგორც დამატებითი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია მშობლებთან შეხვედრები. საუბარი სასურველია დაიწყოს მოსწავლის ძლიერი მხარეებით. შემდეგ უნდა განიხილებოდეს განვითარების მიმართულებები. ქულა კი უნდა განიმარტოს, როგორც პროცესის ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა იყოს ერთიანი და თანმიმდევრული ყველა მასწავლებლისთვის. მასწავლებლის მიერ შერჩეული კომუნიკაციის სტილი განსაზღვრავს, როგორ აღიქვამს მშობელი შეფასებას. პროგრესზე ორიენტირებული კომუნიკაცია ხელს უწყობს არა მხოლოდ სწავლის გაუმჯობესებას, არამედ მოსწავლის ემოციურ კეთილდღეობას და სოციალურ გარემოს